ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც 3 თებერვალს დაიწყო, დღეს 13 მარტს დასრულდა. პროგრამის ფარგლებში შეხვედრები 47 დასახლებულ პუნქტში ჩატარდა, სადაც მოსახლეობამ სოფლისთვის პრიორიტეტული საკითხები დააყენა. მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ბუბა გობეჯიშვილი თანმხლებ პირებთან ერთად მუნიციპალიტეტის 5 სოფლის, რატევანის, მამხუტის, ზემო არქევანის, ქვემო არქევანის და ხატავეთის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. დღეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები დავასრულეთ. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ყველა სოფელსა და დაბაში კონსულტაციები და საერთო კრებები გავმართეთ. უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ჩართულობა პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისათვის. სწორედ მათი ჩართულობით და აყენებული საკითხებით შეირჩა პროექტები. წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებელი პროექტებისთვის 714,000 ლარია გამოყოფილი და საჭიროების მიხედვით, რა თქმა უნდა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდება შესაბამისი დაფინანსებაც. დაისვა პრიორიტეტული საკითხები, რაც უნდა განხორციელდეს სოფლის კეთილდღეობისათვის და გამოიკვეთა მათ შორის იყო გზის ან კეთილმოწყობა, არის ერთ-ერთი ქუჩა დარჩენილი, რომელიც მოსახლეობამ გამოთქვა სურვილი, რომ გაკეთებულიყო ეს დაგებულიყო ეს გზა და გარდა ამისა გამოიკვეთა კიდევ ერთი საკითხი, რომ აი სტადიონი ყოფილიყო კიდევ კეთილმოწყობილი და დამატებოდა სოფელს მისი კეთილდღეობისათვის და ასევე გვაქვს მოლოდინები, რომ ეს დასახული ვთქვათ პრიორიტეტული ამოცანები განხორციელდება. დიდი მოლოდინი გვაქვს, გვეიმედება ამ შემთხვევაში ჩვენი მუნიციპალიტეტი და მადლობა ასეთი შეხვედრებისთვის. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტისთვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 714,000 ლარი გამოიყო. პროგრამის მიზანია სოფლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება.